ესეც არ იკმარეს მეგობრებო. წყინვალე შობის მარხვაში ნახეთ რა გააკეთეს. აი ამ ყველაფერს გამოეხმაურა ვაკის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია, რომელიც აღშფოთებული იყო იმითი, რომ აი ამ წინვალე შობის მარხვაში, ამ დღესასწაულის მოლოდინში მათ უფალი იესო ქრისტეს დაწვეს, მეგობრებო. უფალი იესო ქრისტე გამოსახული იყო ამ კუბოს და დაწვეს. და მიუვარდნენ ეკლესიაში, აი ეს სექტანტები, ეს ჩხიბავები, მიუვარდნენ და მთელი ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, რომ ესე იგი ჩვენ ღვთისმშობლის წინხერ ქვეყანაში უშვებთ იმას, რომ ეკლესიას მიუვარდნენ, მღვდლებს მიუვარდნენ, აქამდე და ესენი გვეუბნებიან ჩვენ, რომ ჩვენ მოვდივართო იმითიო, რომ საქართველოს მშვიდობა მოუტანეთო. ესენი ემუქრებიან ბიძი და ივანიშვილი, ესენი ემუქრებიან საქართველოს და ეკლესიაზე სასულიერო პირებს უვარდებიან ეკლესიებში, ხალხო. ეს არის უკვე, არ ვიცი, ზღვარია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა. ხალხთან ერთად ჩვენთან ერთად წამოდი. რატო არ იესო დაწვეს რუსთაველზე, იესო დაწვეს რუსთაველზე. სად ნახეთ, მანახეთ, სადაც ჩინეთიდან გამოწერულ კუბოზე იყო იესო გამოსახული. რასაც უებ ხალხს ვისაც უებ. იტყუებით თქვენ ხართ მატყუარები. არ შეიძლება თქვენ ხალხის გვერდით უნდა იდგეთ. დამესო ხალხში ვიდაკეთე ჩემი ცხოვრება. შენო პროპაგანდისტი. გაში. მიყვირი ხარ თალ ეკლესიაში. რატო გიყვირი ვარ? სად არის ეკლესია? ეკლესია იქა სადაც ეკლესია. ხალხი გიყვირი საკიდან. და ეს ხალხი მოსულ ეკლესიაში დინებაში. რატო გიყვირი ვარ? რატო გიყვირი ვარ ეკლესიაში? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ეკლესია შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქის რო აგინებდნენ, აი? პატრიარქს რო აგინებდნენ, მაშინ ტელევიზიიდან არ აგინებდი პატრიარქს არ აგინებდი. პატრიარქს აკითხები. არ არის ესე რა ეკლესია გავხდეთ ეგ. ამ ტელევიზიებიდან არ არის. რატო აქ რასაც აკეთებ ჩვენზე? არ არის ესე რა. არ არის ესე გაუხდეთ ქვეყანა. დაუხდეთ. თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? თქვენი პატრიარქი არა ილია მეორე? არა თქვენი პატრიარქი. ეკითხებით, არა თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ არის შენი პატრიარქი ილია მეორე? თქვენი ტელევიზიის პატრიარქი. არ არის. არა ხარ. შენ ეკლესიას მოხვედით, აგინებთ და თქვენ ჩვენ გვარადოთ კიდე. შეტატით ახლა. მოხვედით თქვენი ლანცკებებში ხოლმე ჩვენ ხალხი თქვენი ლანცკებებში თქვენთან. ჩემი შვილები და ეს 24 კუჩაში ვდგავა, რა ქვია? ბავშვები მოდიან. ბავშვები მოდიან, რომლებიც წირიან სკოლაში. მე არ ვზალადო. სკოლაში რო ერთმანეთს გადაკიდეთ ბავშვები. აქ მოდიან ტირილით. სკოლაში გადაწყვიტეთ. იმიტომ რომ უნამუშოდ იქცევით ყველა. ბავშვები ვინც გადაკიდეთ ჩვენთან მოდიან. ამასთან დაკავშირებით შემდგომ მამა შალვამ განცხადებაც გააკეთა სხვათა შორის მას აი ამ განხორციელებულ შეტევიდან გამომდინარე და ფიქრობ საინტერესოა რომ მოусმინოთ. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა მადლი და წყალობა არ მოგაყო და ღმერთი შეგეწიოთ. ახლა ამწეს ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით. ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებიან მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატეს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვეუბნდა, მე რომ თხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ, ეკლესიას აგინებენ. აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველამ ნახოს რომ
ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვარდნენ კომუნისტები ზუსტებოდა ეგ ეკლესიაში მოვარდნა ხალხის ღვთლების ტაძრებიდან გამოყვანა დახვრეტა ზუსტად ეგ იყო ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდით ტაძარში რატო შვიდობიანი პროტესტი აი შვიდობიანი პროტესტი შვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე შვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან გამოდი გარე შემოღალატე შენ ქვეყნის მტერო შენ ისა უბრალოდ მე რა არ მესმის იცი აი რა ამით რას აღწევთ ამით რა უნდა მივიყოთ ამით აი და ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიები იყო, რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასდროს ხმა არავის არ ამოუღია. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიტზე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მოდელი რო ამართებს და რაღაც ლაპარაკ. პირდაპირ წერია იმ საიტზე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კარგი რომ ზოგიერთი მოდელი რო ყვა ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თქვი რომ თუ ადამიანებმა შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა. აი სხვა კი არაფერი არ იყო. იმ ჩემი ცოლის დაქალებში მოდელი რო იყო, ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო იმ სერიალში. რატომ იყო ადამიანებს მიაჩვენ ამ ხატის დახევა, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა ესე დაიწყო კომუნიზმი სხვა სხვაგანად კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ გვაგინებენ ქვეყნის სტრესს გვეძახიან რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან ადამიანებს რუსეთის მომხრეებს ერთადერთი ვინც თურმე წინამდე იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის მე ვიყავი ყოველთვის რას ნიშნავს რუსოფილები ხარ თქვენ ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ ესა ევროპა ეს არ არის ევროპა არ არის ძალადობა ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა თუ ადამიანი არ გეთანხმება ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო არ შეიძლება ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს ეგ არის ევროპულობა რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რას ნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივუვარდეთ მამაშალვას მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდან არავის არ გაუპროტესტებია მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ ვინც მეუბნებით რომ აი მამო მშვიდობიანი აქციებია იცით მამო როგორი გართობა და როგორი სიხარულია მშვიდობიან აქციას და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას მე არც იმ პოლიციის იმას გუმოობდა საშინელებად ახალგაზრდებს წემენ და იჭერენ და ციხეებში სვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე შუმად რო ურტყან პოლიციელი ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი რომ დამოგ როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე მწარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიებში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიებში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმადგან განსხვავებით ღვთლებს ვაყვედრია რაღაცებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან როდადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ესი არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასები საქართველოს დამეწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა და დაელაპარაკეთ იმას რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა და ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის სახურება კი არ გინდათ თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახურეთ ყველას ეგეხება ეგა თავრობას ოპოზიციას პოზიციას ყველას გეხებათ ეს ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გყავთ ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემი ქვეყანაზე დავდარდობ აქ ეყობათ ბოლოს და ბოლოს მართლა რა არის მართლა აი ამ დიდ მარხვაში მართლა აი რა გჭირთ ქრისტე უნდა დაიბადოს ქრისტე უნდა დაიბადოს თქვენ მთელი ბავშვობა მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენი ჩემი ცხოვრება რაც შეგნებული აზროვნა მოხ ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა არ უყარები არასოდეს და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ და ჩემი ეგრისთვის ცხოვრობ მთელი ჩემი არსები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის
არავინ დედამიწის და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე მე ქართველი ვარ სული და ხორცის ქართველი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ჩემი შეცდომები ჩემი ცხოვრები და ჩემი ყველაფრით არ ვიცი მეგობრებო საქართველოში დადგა დრო როდესაც აი ეს დასავლეთის აგენტურა პირდაპირ ეკლესიებზე შეტევით დღებზე შეტევით ცდილობს თავისი გავლენის მოპოვებას ჩხიბავები, სატანისტები, სექტანტები, მეპირფალოსეები, 1000 ჯურის ვიგინდა რა ნაძირალა მეგობრებო, ცდილობს რომ დღეს საქართველოში მოახდინოს თავიანთი აი მიზნების განხორციელება, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. საქართველო გაიმარჯვებს და როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა 2012 წელს საქართველო, მისი მეშვეობით ჩვენ გავალთ სამშვიდობოს და მისი მეშვეობით გაერთიანდება საქართველო. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დადგება გიორგი ბრწყინვალის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორის გვერდით. იმიტომ რომ შეუძლებელია კაცმა რომელმაც 1000 ეკლესიის რესტავრაცია აღდგენა განახორციელა დიდი საკათედრო ტაძარი, სამების ტაძარი აგვიგო ჩვენ კაცმა რომელმაც საქართველო გადაარჩინა, საქართველოს გააერთიანებს კიდევაც და ეს მალე იქნება და ამას უშლიან ხელს ეს ნაძირლები. აი ამას უშლიან და აუცილებლად ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მტერს აუცილებლად დავამატებთ.